ფარისევლებისთვის რა არის პირველ რიგში დამახასიათებელი? ეს არის თვალთმაქცობა, ანუ მოჩვენებითობა, ნიღბის სტარება, გარეგნულობა. როგორ მიდიან ფარისევლები ამ მდგომარეობამ? ამას ერთგვარი გზა უნდა გაიარო, ანუ გენეზისი უნდა მოხდეს, განვითარება უნდა მოხდეს, რომ ჩამოყალიბდე ფარისევლად. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ სულიერი ცხოვრება არც ისე ადვილია. ის მოითხოვს საკუთარ თავთან ბრძოლას, ბოროტ ძალასთან ბრძოლას, სასტურებთან ბრძოლას, შესაბამისად ის მოითხოვს მუდმივ დაკვირვებას საკუთარ თავში. ამავე დროს ის მოითხოვს მუდმივ ძალისხმევას, მუდმივ სიფხიზლეს ყურადღებას საკუთარ თავთან მიმართებით. გარკვეულწილად მოითხოვს ბევრ რაღაცებზე უარის თქმას. ცოდვებისგან გამომდინარე, ხომ? ცოდვებზე უარის თქმას, მებებზე უარის თქმას და ეს ხომ საკმაოდ რთული პროცესი. ამიტომ ნახეთ ფარისეველი როგორ ყალიბდება. მოდის რელიგიურ ცხოვრებაში, მაგრამ ხვდება, რომ ეს ყველაფერი, რაც ჩამოვთვალეთ, არც თუ ისე მარტივად აღსასრულებელი. და როდესაც ხედავენ, რომ ეს მათი შინაგანი მდგომარეობის გამოძახილი არ არის, რასაც რელიგია მათ სთავაზობს, ისინი თავს იმართლებენ საკუთარ თავში. რაღაცა არგუმენტებით ცდილობენ თავი გაიმართლონ. რომ კი მე შეიძლება ბოლომდე თქვათ გულით ვერ ჩავსვდი ამ ყველაფერს, მაგრამ ხომ მოვაკეთებ გარეგნულად. ხომ რაც მევალება ამ მოვალეობას ხომ აღვასრულებ მე. და ამ დროს არის ზარმაცი, მაგრამ იმის გამო რომ არ ეთმობა ძალაუფლება და არ ეთმობა შემოსავლის წყარო და არ ეთმობა ის პატივი, რასაც საზოგადოების მხრიდან იღებს, უკვე ირგებს ამ როლს, შედის როლში, ასე ვთქვათ. გულით არ აღასრულებს საქმეს, თვითონაც გრძნობს, მაგრამ გარკვეული არგუმენტებით იმართლებს თავს. ამას ქვია ნების ავადობა. სულის ძალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინების ნების დაავადება, როდესაც ადამიანი არის ზარმაცი, მაგრამ იმის გამო, რომ არ სურს დაკარგოს ეს პრივილეგირებული მდგომარეობა, ის რჩება ამ სტატუსში, რომელშიც არის და თავს იმართლებს თან ისე და იმდაგვარ არგუმენტებს მოიშველიებს, როცა განმავლობაში ძლიერდება ამ საქმეში, რომ მისი ნება მთლიანად მოცული არის დაავადებით. და წმინდანები გვეუბნებიან, რომ ყველაზე მეტად ცოდვილი ადამიანიო, საც რომ ესაუბრო, იმასთან გააქვს შანსიო, რომ რაღაცა გააგებინო. მაგრამ ფარისეველთანო ფაქტობრივად აზრი არ აქვს საუბარსო, იმიტომ რომ იმას წლების განმავლობაში იმდენად შეუთვისებია ეს გარეგნული მსახურება, აი ამ ნიღაბით ცხოვრობს და იმდენად დაავადებული აქვს ნება და იმდენი გამამართლებელი არგუმენტი აქვს საკუთარ თავში უკვე მოყვანილი, ასე თქვა და დამტკიცებული, რომ ის სწორად იქცევა, რომ შენი აზრი მას საერთოდ აღარ აინტერესებს. აი ასეთი ძაფრი და გამოუსწორებელი მდგომარეობა არის ფაქტობრივად ფარისევრობის მდგომარეობა. აქაც არის გამონაკლისი, ვიღაცას შეიძლება თვალი აეხილოს, მაგრამ ეს ძალიან იშვიათია.